ქალბატონო მანანა გაჟღერდა რომ შეიძლება სექსუალურად ვერ შეეწყვნენ წყვილები ერთმანეთს. მე მინდა ჩემი ძალიან დიდი სიყვარული დადიდასტუროთ, სულ უსმენ თქვენს ვიდეოებს. ზოგადად აი ახლა რასაც ჩვენ საუბრობთ, ეს ანუ ქორწინებამდე საჭიროა თუ არა, თუ როგორ არის აუცილებელია თუ არა ქორწინებამდე გქონდეს სქესობრივი ცხოვრება. ესეც არის გავლენა საზოგადოების, ანუ ყველა საზოგადოებაში არსებობს გარკვეული კულტურა, ტრადიცია, რელიგიური მრწამსი, აი მრწამსები, ესე ვთქვათ, რომლის მიხედვით ცხოვრობს საზოგადოება და ჩვენ გამომდინარე იქიდან, რომ ვართ ამ საზოგადოების წევრი, გვინდა არ გვინდა ჩვენს თითოეულ ადამიანზე ეს ახდენს გავლენას. ეხლა მე მაგალითად მოვდივარ იმ პერიოდიდან, როცა საბჭოთა კავშირში ვსწავლობდი სკოლაში და მაშინ ჩვენ სხვანაირად ვფიქრობდით. ახლა უფრო შეიცვალა ბევრი რაღაცა და შეუძლებელია ისევ იმ აზრში დადგე, როგორც მაშინ. ახლა მე ამას საუბრობ არა როგორც ექიმი, საუბრობ როგორც მანანა, ხო, პიროვნება. ექიმის თვალსაზრისით, აი ჯანმრთელობის თვალსაზრისით კიდევ ამას რა მნიშვნელობა აქვს? კარგია თუ ქორწინების შემდეგა მე ვამბობ როგორც ექიმის თვალსაზრისით, მაგრამ აქ შეხედეთ აქ ტრადიციასთან ხდება კავშირი, რატო? აი ჩვენთან როგორი ტრადიცია იყო თუ ნაწილობრივ არის, რომ სქესობრივი ურთიერთობა ქორწინებამდე არ შეიძლება ქალისთვის, კაცისთვის შეიძლება კი არა და აუცილებელია. და თქვენი აზრი? მე ვთვლი რომ ეს არასწორია, იმიტომ რომ აქ ქალსაც აუცილებელია მასე. არა, მე არ ვამბობ რომ აუცილებელია, მე ვამბობ რომ ეს არის ადამიანის პირადი არჩევანი, ნება, ადამიანს მისცა თავისუფალი ნება. ხო, თავისუფალი ნება აქვს ადამიანს და მან უნდა გადაწყვიტოს ექნება თუ არ ექნება. მე პირადად რას ვემხრობით, ქორწინებამდე სქესობრივი ურთიერთობა ერთად ცხოვრებას, მე ამას ვუჭერ მხარს, ესე ვთქვათ, ვუჭერ მხარს. ხო, ეთანხმებით უფრო ამას. ეთანხმები. რელიგია, ახლა მე რამდენადაც ვიცი, საერთოდ არაფერს არ კრძალავს. რელიგია გაცილებით უფრო თავისუფალია, ვიდრე რატომღაც ადამიანები ამას წარმოაჩენენ, ცოტა სხვანაირად. რელიგია კი არ გრძალავს, რელიგია ადამიანს ეუბნება რა არის შენთვის სათნო. და შენ ეს არის ღვთისთვის სათნო, ანუ ღვთისთვის რა არის სათნო და შენ თუ გინდა ესე გააკეთო, ან არ გინდა ესე გააკეთო, ეს უკვე შენი გადასაწყვეტია. ამავე დროს გვერდი შენ გაძლევს თავისუფალ ნებას და შენ შეგიძლია ეს გადაწყვიტო.